მომხმარებლის დაცვის მეოთხე საერთაშორისო კვირეული გაიხსნა. 6 მარეგულირებელი უწყება მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერებასა და ცნობიერების ამაღლებაზე მსჯელობს. კვირეულის ჩატარება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც ყოველწლიურად 15 მარტს აღინიშნება. ეს არის ტრადიციული კვირეული, რომლის მთავარი მიზანია უწყებებმა მოახდინონ მომხმარებლის კიდევ უფრო მეტი ინფორმირება იმ უფლებების შესახებ, რომლებიც მომხმარებლებს, მოქალაქეებს გააჩნიათ ჩვენს ქვეყანაში. საკანონმდებლო ბაზა იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს ამა თუ იმ პროდუქტს, იქნება ეს ონლაინ თუ ფიზიკურად, მაქსიმალურად ინფორმირების შემთხვევაში იყოს დაცული და ამის არაერთი წარმატებული გამოცდილება არსებობს. არეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სხვა საკითხებთან ერთად მომხმარებელთა უფლებების დაცვა არის, თუმცა ჩვენ კანონმდებლობით მინიჭებული გვაქვს რამდენიმე ინსტრუმენტი, მათ შორის ეს არის არასწორად ან ზედმეტად დარიცხული გადასახადების ჩამოწერა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მათი საჩივრების მიღება, ყოველწლიურად ჩვენ 1000-ზე მეტ მომხმარებლის განაცხად საჩივარს ვიღებთ, როგორც წესი, მილიონ ლარზე მეტია არასწორად ან ზედმეტად დარიცხული ჩამოწერილი გადასახადების ჯამური მოცულობა და გარდა ამისა ვცდილობთ, რომ სერვისები სულ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ჩვენ წარუდგენთ მომხმარებლებს და ინტერესებულ პირებს ინფორმაციას მომხმარებელთა უფლებების შესახებ, დარგში არსებული პრობლემების შესახებ, მომართვის საშუალებების შესახებ, თუ როგორ უნდა გამოაგზავნონ გაცხადება საჩივარი, როგორ უნდა მომართონ დამცველი სამსახურს. მინდა გითხრათ, რომ ეს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონების მასშტაბით იმართება ეს შეხვედრები.